თავი 23. პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და წარმოთქვა. კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. მღვდელ მთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა. მაშინ პავლემ უთხრა მას. ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო. რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას. იქ მდგომებმა უთხრეს. ღვთის მღვდელ მთავარს აგინებ? უთხრა მათ პავლემ. მე არ ვიცოდი ძმებო, თუ ეგ მღვდელ მთავარი იყო. ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს მოიტყვი. პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკეველებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა. დაიყვირა სინედრიონში. კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. გწვრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები. ეს რომ თქვა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და გაიყო კრებული. ვინაიდან სადუკეველნი ამბობდნენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სულიო. ფარისევლები კი ერთსაც აღიარებდნენ და მეორესაც. ატყდა დიდი ყვირილი. წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან. დაობდნენ და ამბობდნენ. ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. თუ კი სულიან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ებრძვით. რა კი დიდი შფოთი ატყდა, 1000-ის თავს შეეშინდა, რომ მათ პავლე არ გაეგლიჯათ და ჯარისკაცებს უბრძანა შესულიყვნენ. გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხეს სიმაგრეში წაეყვანათ. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა. გამხნევდი, ვინაიდან როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება. რომ გათენ და იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქმნენ და ფიცი დადეს. დათქვეს არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. ისინი, ვინც შეითქმნენ, 40-ზე მეტი იყვნენ. ისინი მივიდნენ მღვდელ მთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს. ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებ, ვიდრე პავლეს არ მოკლავთ. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ 1000-ის თავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან. ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა. წავიდა, შევიდა ციხეს იმაგრეში და აუწყა პავლეს. ხოლო პავლემ გამოიძახა 100-ის თავთაგანი და უთხრა. ეს ჭაბუკი მიიყვანე 1000-ის თავთან. ვინაიდან რაღაც აქვს სათქმელი მისთვის. მანაც წაიყვანა იგი. მიიყვანა 1000-ის თავთან და უთხრა. პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის. 1000-ის თავმა ხელი მოჰკიდა მას. განზე გაიყვანა და ჰკითხა. რა არის? რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? მან უთხრა. იუდეველები შეთანხმდნენ მთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლეს სინედრიონში. თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე. მაგრამ შენო დაუჯერებ მათ. ვინაიდან მას ჩასაფრებული ყავს მათგან 40-ზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დასდეს და არ ჭამუნ, არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან. მაშინ 1000-ის თავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა. არავის უთხრა, რაც მე შემატყობინა. გამოიძახა 200-ის თავთაგანი და უთხრა. მოამზადეთ 200 ჯარისკაცი, კესარიაში წასასვლელად. 70 ცხენოსანი და 200 შუბოსანი, ღამის მესამე საათისთვის. და პირუთყვები, რომ შესვან პავლე და მიიყვანონ იგი გამგებელ ფელიქსთან. მისწერა ამგვარი წერილი. კლავდიოს ლუსია, უაღმატებულეს გამგებელს ფელიქსს. იხარებდე. ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცები და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა. მინდოდა გამეგო, რაში ზდებდნენ ბრალს და მიუყვანე მათ სინედრიონში. გავიგე, რომ მათი რჯულის საქმეში დაუდებთ ბრალი მისთვის. მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს. ხოლო როდესაც გავიგე, რომ შეითქმენ ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გავამგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე მასზე შენს წინაშე ილაპარაკო. იცოცხლე. ამრიგად ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ აიყვანეს პავლე და ღამით წაიყვანეს ანტიპატრიამდე. მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ციხეს სიმაგრეში დაბრუნდნენ.
მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და გამგებელს გადასცეს წერილი, პავლეც წარუდგინეს მას. გამგებელმა წაიკითხა წერილი და კითხა, თუ რომელი სამთავროდან იყო. როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა: მაშინ მოგისმენ, როდესაც შენი ბრალმდებლებიც მოვლენ. და ბრძანა ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.